დიდი მადლობა პირველ რიგში შენდობისთვის და მართლა გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ ჩვენი მოსახლეობის დიდი უმრავლესობა დიდი ხანია ითხოვს და ელოდება ამ კომისიის შექმნას და დიდი იმედითაც შეხყურებს, იმიტომ რომ შეუძლებელია ააშენო სამართლებრივი სახელმწიფო თუ წარსულს სწორად არ შეაფასებდა. შეფასება ბოლო-ბოლო გაკეთებული აქვს არაერთხელ თუნდაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და ხშირად ვიმეორებთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, საქმეში ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ, როცა თქვა, რომ ადგილი ქონდა სისტემურ დანაშაულს, სისტემურ და სისტემატიურ დანაშაულს. ეს უკვე ვალდებულებაც არის სახელმწიფოს დაგვავალა პირდაპირ, რომ გავხსნათ საქმე და ეს შესაბამისი შეფასება ჩვენც უნდა მივცეთ. არა მხოლოდ ცალკეულ საქმეებს, არამედ მთლიანად რეჟიმს რა იყო, რა ხდებოდა ქვეყანაში იმ პერიოდში და ძალიან ბევრი მიმართულება არის ადამიანის უფლებების მიმართულება, სადაც კატასტროფა იყო და ამის ძალიან ბევრი წყარო გვაქვს. ეს არის საკუთრების უფლებები, რაზეც ბატონმა ილიამ ბრძანა და შესაბამისი დეპარტამენტიც იყო შექმნილი, არის შექმნილი დღესაც პროკურატურაში, რომელმაც ბევრი საქმე გამოიძია, მაგრამ ბევრი საქმე ჯერ კიდევ ელოდება თავის რიგს და აქაც ბუნებრივია შეფასება იქნება აუცილებელი. ეს არის საქმეები, რაც არის დაკავშირებული 2008 წელს მომხდარ მოვლენებთან, ომთან და ამ ომში სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ ღალატთან და ამ ღალატის კაფიო მაგალითია თუნდაც სტრასბურგის რეზოლუცია 1633 ყველამ კარგად ვიცით, აღარ გავიმეორებ, ან რატომ მოხდა, რომ აი ზუსტად ომის წინ ახალგორის მუნიციპალიტეტი, ახალგორის რაიონი, როგორც მაშინ ერქვა, რომელიც შედიოდა მცხეთა მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, გამოყვეს იქიდან და მანამ 20 წლის წინ გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დე-ფაქტო აღდგენა მოახდინეს და იქ რაღაცა აბსოლუტურად არალეგიტიმური არჩევნები ჩაატარეს. რა იყო ამის მიზანი? რა იყო მიზანი იმ დარღვევებისა, რაც მოხდა კოდორის ხეობაში, განიარაღება რატომ მოხდა ბატალიონ მონადირეს, რომელიც იცავდა ამ ხეობას 10 წლების განმავლობაში, მისი წევრები დაიჭირეს, ზოგიერთი მათგანი ციხეში გარდაიცვალა, ზოგი იზოლებული გახდა, გაქცეული იყო და რატო ჩააბარეს კოდორის ხეობა. ეს ისეთი საკითხებია, რომელიც არ შეიძლება შეფასების გარეშე დარჩეს და ამ შემთხვევაში პარლამენტის როლი იქნება, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი. შემდეგ, სადაც გამოიკვეთება კონკრეტული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ შეფასება უნდა გაკეთდეს და ამას ელოდება საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. ბატონი ილიას მეორე საკუთრებაზე კი ვილაპარაკეთ, რაც შეეხება მოქალაქეებს, მართლა ძალიან ბევრი ადამიანი ამ დღეებში მეც პირადად ბევრი მწერს, დარწმუნებული ვარ თვითონ თქვენთაგანს და ბუნებრივია ყველა მათგანს უნდა მოვუსმინოთ და როგორ მოვუსმინოთ, როგორ შევძლებთ ამ სხვა მასალის დამუშავებას ამ მოკლე დროში, ეს რა თქმა უნდა ძალიან რთული ამოცანა, ამიტომ ალბათ თეამ რაც ვქვა, რომ იქნებ წერილობით მოგვაწოდონ, რაც შეიძლება ფაქტებით დატვირთული მასალები, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ბუნებრივია ვიმუშავებთ ჩვენს აპარატებთან ერთად აი ამ ფაქტებზე და მათ შემოწმებაზე. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყარო იქნება ბუნებრივია ის მოხსენებები, რომლებიც არსებობს სახალხო დამცველის აპარატის მიერ გაკეთებული მოხსენებები 2012 წლამდე გრძელდებოდა ამ დარღვევების აღწერა. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებიც არის და სხვათა შორის არსებობდა კომისია, რომელიც სწავლობდა უკვე 2013 წლის შემდეგ იმ დანაშაულს, რომელიც იყო ციხეებში ჩადენილი და ეს მასალებიც გვაქვს ამოსაწევი. მადლობა. დავამატებ ბატონმა თენგომ რაც თქვა ამას. სხვათა შორის ქალბატონ თეაზე უკეთ არავინ იცის საერთაშორისო სასამართლოებში რა ხდებოდა და როგორ იყო გამქრალი ის მტკიცებულებები, რომლითაც საქართველოს ჰქონდა შანსი, რომ მოგვეგო რუსეთის წინააღმდეგ საქმეები და არათუ გამქრალი იყო, არამედ მაშინ, როდესაც ჩვენ დავიწყეთ თანამშრომლობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან ჰააგაში, ისტერიკა ჰქონდათ ნაციონალურ მოძრაობას და მათ დამქაშებს ატეხილი ჩვენს წინააღმდეგ, რომ ამასთან თანამშრომლობა არ შეიძლებოდა და რომ არ გვეთანამშრომლა დღეს რუსეთი კი არ იქნებოდა გამოცხადებული დამნაშავედ და ძებნა კი არ იქნებოდა გამოცხადებული რამდენიმე პირზე, თანამდებობის პირებზე ცხინვალიდან, არამედ პირიქით იქნებოდა ეს ყველაფერი გაკეთებული და ისიც უნდა ითქვას, რომ ეს სარჩელი არ შეუტანია სხვათა შორის სააკაშვილს და მის ხელისუფლებას, იმიტომ რომ ეშინოდათ როგორც ჩანს
სისხლის სამართლის მართლმსაჯულების, რომელიც ორლესული מחვილია და თავის დანაშაულსაც ეწყობა გრძნობდნენ, ეს ერთია საინტერესო და მეორე ჰააგაშივე მდებარე მეორე სასამართლოში, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა სააკაშვილის ხელისუფლებამ სარჩელი, რომელიც უბრალოდ არ მიიღეს იმდენად დაუსაბუთებელი იყო და ესეც შეგნებულად ხო არ იყო გაკეთებული, ესეც ძალიან საინტერესო კითხვაა და ამაზეც პასუხის გაცემა უნდა მოუწიოთ იმ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ვინც მაშინ ამ საჩივარზე თუ სარჩელზე მუშაობდა.